აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით აფხაზეთიდან დევნილ პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გადაეცემათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებთან შეხვედრისას გააჟღერა. გიორგი ჯინჭარაძემ ვეტერანებს მათი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან სრულ მხარდაჭერას დააპირდა. დღეს შეხვედრა გავმართეთ აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებთან. მადლობა გადაუხადე მათი ღვაწლისთვის, მათ საკუთარი თავი მიუძღვნეს ქვეყანას. მე მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაუხადო აფხაზეთის მთავრობამ, მომავალში გააგრძელებს მათი მხარდაჭერის კუთხით აქტიურ ღონისძიებებს. მთავრობის თავმჯდომარე ცდილობს, რომ ვეტერანები ყოველთვის ყავდეს ყურადღების ქვეშ. ეს არ არის პირველი შეხვედრა მასთან, ამიტომ დიდი მადლობლები ვართ, ბუნებრივია და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალი უახლესი 17 ოქტომბერი ეს ქვეყანა იქნება ერთიანი და აფხაზეთში მოვაცავთ ერთმანეთს. დღეს იყო სიმბოლური თანხა, რომელიც გამოყო ჩვენმა მთავრობამ ბატონი გიორგის მეთაურობით. დიდი მადლობა მთავრობას, დიდი მადლობა გიორგის ყველაფრისთვის. ახალგაზრდა ადამიანი, ახალი მოსული და მე მჯერა გიორგის თაოსნობით ჩვენ დაბრუნდებით აფხაზეთში.